მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია UFC-ს ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგის საუკეთესო მებრძოლების სამეულში არიან. UFC-მ რეიტინგი მას შემდეგ განაახლა, რაც მძიმე წონის ყოფილმა ჩემპიონმა, ლეგენდარულმა ჯონ ჯონსმა ორგანიზაცია დატოვა. რეიტინგში მეორე ადგილს მერაბ დვალიშვილი, მესამეს კი ილია თოფურია იკავებს. პირველ პოზიციაზე ისლამ მახაჩევია. სოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას PSG ლიონელ მესის ინტერ მაიამის დაუპირისპირდება. შეხვედრა 29 ივნისს გაიმართება. გუშინ ჩატარებული ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში PSG სიეტლის საუნდერსს დაუპირისპირდა და 2-0 დაამარცხა. კვარა კურიოზული გოლის ავტორიც გახდა. ვიტინიას დარტყმული ქართველ ფეხბურთელს შემთხვევით ზურგში მოხვდა და ბურთი კარის ბადეში გაიხვა. ჩინეთში პარაძალოსნობის მსოფლიო თასზე ქართველმა პარასპორტსმენებმა 2 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ჩემპიონატი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა ალექსანდრე ჯინჭარაძისთვის. 107 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ოქროს მედალი 2 დისციპლინაში მოიპოვა. 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა გიორგი ლაცაბიძემაც, რომელიც ასევე 107 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. გამოცემა United in Focus-ი Manchester United-ს გიორგი მიქაუტაძის შეძენას ურჩევს. გამოცემა წერს, რომ გუნდმა საკუთარი ფინანსების უკეთ გამოყენება უნდა ისწავლოს და შეიძინოს ისეთი ფეხბურთელი, რომელიც გუნდს გააძლიერებს. ასეთი კი United in Focus-ის აზრით სწორედ გიორგი მიქაუტაძეა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ამ დროისთვის ლიონის ღირსებას იცავს.